კარმული ასპექტები, მაგალითად, შავი მთვარე, როგორ ვლინდება ჩვენს კარმაში, ჩრთილი, მაგალითად, ფსიქოლოგიურ ენაზე როგორ ვლინდება, დარქი, ესე რა ვთქვათ, ხა, ჩვენი ყველაზე ისეთი ბნელი მხარე, რელიგიურად ეს არის ყველაზე ისეთი ბნელი, შავბნელი ენერგიები. და სიამოვნებაში მე მინდა რომ აი ჩემი კვლევები, 15 წლიანი კვლევები გაგაცნოთ კიდევ უფრო ღრმად, მაგალითად, რას ვაწყდებით ხოლმე, როცა კარმულ ასპექტებზე ვლაპარაკობთ. არის კარმული ასპექტები შედარებით ისეთ მსუბუქ ემოციურ შრეებში არის ძალიან ღრმა კარმული ასპექტები, რომელიც ესოთერულ ასტროლოგიაში თუ შევხედავთ, ჩვენ ვართ ენერგია, ჩვენ ვართ რაღაც ნაწილები ენერგიის, ხო, აი ეს წინა ცხოვრებები, როცა ამბობს კარმული ასტროლოგია მაგალითად, ხო? ან სხვა სამყაროებში ჩვენი მე, აი ეს არის ფრაგმენტული მეს ნაწილაკები და აი ეს ნაწილაკები სადღაც არის გაფანტული. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი მაგალითად ფსიქოლოგიაში. თუნდაც გეშტალტ ფსიქოლოგიაც ამბობს, რომ ეს ნაწილაკები ჩვენში, მეები რაც არის, ის ერთიანობაში უნდა განვიხილოთ და არა ცალ-ცალკე. ზოგჯერ არის ახლა ფსიქოანალიზი, მაგალითად, ცდილობს რაღაცნაირად დაღეჭოს ადამიანი, ხო? ფსიქოლოგიურად ნაწილ-ნაწილ შეაერთოს, ხო, ტრავმები, ის სხვადასხვა ეტაპები ცხოვრებისეული შეაერთოს, შეაკოწიწოს რამენაირად. და აი ეს მე მინდა იგივე, რასაც ფსიქოლოგია ამბობს, წარმოგიდგინოთ უფრო კარმულ დონეზე, რასაც მე ვხედავდი მაგალითად კარმულ ასტროლოგიაში, წლების განმავლობაში თუნდაც თერაპიულად როცა ვმუშაობ, ვინ მზად არის, ვინ არა, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ვინც იცის ზუსტად რა უნდა და ის უკვე მზად არის ხოლმე, აი მანდ მუშაობთ, აი პირდაპირ ესე სელენა ლილიტის ღერცს რო ვეძახით, ხო, და იქ სატურნის ღერცი შემოდის გარკვეულწილად, მაგრამ თავარი არის ხოლმე ეს სელენა ლილიტის ღერცს რო ვამბობთ და აი მანდ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ეს მე გავლილი მაქვს ყველაფერი, თავიდან აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება კარმული ასტროლოგიით, როცა მე ჰიპნოთერაპიაზე, წარმოსახვის თერაპიებზე სულ ვეჯახებოდი აი ამ დარკს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ბნელ ნაწილს, კარმულ ნაწილს, მაგალითად, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ სურათში რო შევხედეთ, მაინც ბნელი აღარ არის. და ძალიან ბევრი რამ შემეცვალა ამ გზაზე, სხვათა შორის ცნობიერების კუთხით, რომ დავინახე სიამდვილეში, აი ეს დარკი, რო ვეძახით, ეს ჩვენი ბნელი ენერგია სიამდვილეში არის ჩვენგან მიტოვებული ენერგია, სადღაც რომელიღაც სამყაროში, მოდით ესე ვთქვათ, წარმოსახვით, გაჩხერილი ენერგია, რომლის ინტეგრაციასაც ჩვენ არ ვახდენთ, რომლის მიღებასაც და მისი სურვილების, მისი აღიარების დაკმაყოფილებას ვერ ვახდენთ და არც გარემო ახდენს სხვათა შორის მაგას და ჩვენ მე რო ვაკვირდებოდი ხოლმე ხა შავი მთვარის ენერგიაზე თუნდაც, ხო? აი ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ზუსტად აი ამ შავი მთვარის ჩვენ